უამინდობამ პრობლემები შექმნა ბათუმში, ძლიერმა ქარმა სახლების სახურავები დააზიანა, დაიტბორა ძველი ბულვარი. შტორმის შედეგად ხრეში გამოიყარა გონიოსა და ახალი ბულვარის სანაპიროზე არსებულ პრომენადზე. უამინდობა ზღვისპირა რეგიონში მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, სინოპტიკოსები თოვას და ყინვას პროგნოზირებენ. რა ვითარება ახლა ბათუმში, დაიწყო თუ არა გაწმენდითი სამუშაოები და რა ზომებს იღებს ოცნების ხელისუფლება მოსალოდნელი გართულებებთან გასამკლავებლად. თამარ თედიაშვილი მოგყვება ამის შესახებ ისაჭარიდან გვერდება. სწორედ ბათუმის ცენტრალურ ბულვარში ვიმყოფებით ახლა ჩვენ და ბათუმის ცენტრალურ ბულვარში შექმნა განსაკუთრებული პრობლემების სტიქია. გუშინ მთელი ღამის განმავლობაში იყო ბათუმში ძლიერი ქარი და ზღვაზე 7 ბალიანი შტორმი, სწორედ ამიტომ ცენტრალური ბულვარის პრომინადი დაიფარა ქვაღორღით. დილის განმავლობაში ვერ მოხერხდა გაწმენდითი სამუშაოების დაწყება, თუმცა უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს მუშაობს აქ მძიმე ტექნიკა, ასევე მუშაობს ფიზიკური ძალა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, დაზიანებულია ბულვარის ინფრასტრუქტურა, ასევე კომერციული ობიექტები, თუმცა ამ წუთებში, როგორც თქვენ კადრშიც ხედავთ, მუშაობენ და როგორც გვეუბნებიან დღის ბოლომდე სავარაუდოდ ბათუმის ბულვარის დაზიანებული ტერიტორია იქნება გაწმენდილი. ჯერჯერობით ზარალის შესახებ ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს, არ არის ზარალი დათვლილი, თუმცა როგორც გვეუბნებიან ზარალიც მოგვიანებით დაითვლება. გაცილებით დიდი პრობლემებია მაღალმთიან აჭარაში. მაღალმთიან აჭარაში არის 1 მეტრზე მაღალი თოვლი, თოვს გადაუღებლად და სწორედ ამიტომ პრობლემებია გზებზე. თუმცა როგორც საგზაო დეპარტამენტში გვეუბნებიან, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და ვარაუდობენ, რომ დღის ბოლომდე ყველა შეფერხებულ მონაკვეთზე გზა გაიხსნება. პრობლემებია ელექტროენერგიის მიწოდების მიმართულებითაც, როგორც ენერგოპროში გვითხრეს, შუახევში ფაქტობრივად მთელს მუნიციპალიტეტს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ასევე პრობლემებია ხულოს მაღალი ზონის სოფლებში. დაზიანებულია მაღალი გადამცემი, მაღალი ძაბვის გადამცემი ელექტროსადენები, ქარმა, თოვლმა, მოტეხა ხეები და სწორედ ამან დააზიანა. იქაც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, თუმცა ზუსტად ვერ გვეუბნებიან, როდის აღდგება მაღალმთიან აჭარაში ელექტროენერგიის მიწოდება. აჭარის ავტომობილური გზების დეპარტამენტის 71 სპეცტექნიკა მიმდინარე პერიოდში ახორციელებს თოვლის საფარისაგან გაწმენდის სამუშაოებს აჭარის მასშტაბით. თოვლის საფარი შეადგენს 1 მეტრზე მეტს, შესაბამისად სამუშაოების წარმოებას გარკვეული დრო დაჭირდება, თუმცა უწყოთ რეჟიმში გავაგრძელებთ სამუშაოებს და ხვალე დღის ბოლოსათვის უკვე ყველა ადმინისტრაციული ერთეულებთან და სოფელთან მიმოსასვლელი ავტომობილური გზები იქნება გაწმენდილი, მოსახლეობა შეიძლება გადაადგილება. 2 დღის განმავლობაში ინტენსიურად თოვს ქედის მუნიციპალიტეტში, საკმაოდ მღრღნელე კი არის მოსული, ყველა მიმართულების, სოფლების მიმართულებით აჭარის ავტომობილური გზების დეპარტამენტი ინტენსიურად მუშაობს და უწყოთ რეჟიმში გაწმენდის სამუშაოებს ატარებს, თუმცა გამოწვევები გვაქვს ელექტროენერგიის მიმართულებით. დღეს დილიდან გათიშული არის თითქმის ყველა სოფელში. დაფიქსირებულია 7 ბალიანი შტორმი. აქედან გამომდინარე შეინიშნება გარკვეული დაზიანებები ინფრასტრუქტურის ნაწილში, განსაკუთრებით პრომინადის ნაწილში, სადაც ამოტანილია ქვაღორღი და ნატანი. ამ ეტაპზე ბათუმში მზიანი ამინდია, შტორმაც შედარებით იკლო, რაც ხელს უწყობს აქ მიმდინარე სამუშაოებს, როგორც ხედავთ და როგორც გითხარით, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და სავარაუდოდ ცენტრალური ბულვარის ტერიტორია დღის ბოლომდე უკვე გაწმენდილი იქნება.